ჰაერზე გამოვიყვანე ლიზა და თან ყავას ვსვავ. ბარკალი წინა ვლოგში ვამბობ, რომ ბარკალი და წიწიბურა გვექნება თქვა, მაგრამ მე მგონი ბრინჯი ჯობია. ეს უკვე მოხარშ ნახევრად და ახლა შევწვალ და პლუს დავადგავ აუცილებლად ბრინჯს. ამისთვის მინდა ტაფა. დაბალ ცეცხლზე დავბრაწავ ახლა უბრალოდ ამ ბარკლებს. ახლა გავრიცხავ ქვაბს ბრინჯისთვის. როდის დადგება ისეთი დღე, როცა ვლოგის გადაღებისთვის გავიპრანჭები, როგორც ამას სხვა ვლოგერები აკეთებენ. უფრო პინტერესტულს გავხდი ვლოგებს. ეგ დღე როდის დადგება, რომ აი ესე როგორც ვარ ისე რო აღარ ჩავთო ხოლმე რა, ზოგჯერ მაინც. ძალიან მინდა, მაგრამ სამწუხაროდ ახლა ამ ეტაპზე ამის საშუალება არ მაქვს. ეგ კი არა საჭმელს ძლივს ვასწრებ. არ ვიცი, იმედია მალე დადგება იქ დღე, როცა გამოვიპრანჭები და რამე ლამას ადგილას წავალთ და ამ ყველაფერს გადავიღებ. აი ესე გამოიყურება, აქ ჩავდი ბარკლებიც, რომ ორივე იყოს თბილად. მოკლია ბოკინცოთ თუ შეიძლება. მე მგონი შეიძლება. დაკარი. მოიხედე. რა უფლიანი ხარდე. ბევრი ირბინე. ნა, კავი. ახალი დღე. თვითონ დალაგების პროცესს არ განახებთ, იმიტომ რომ რთული იქნება ჩემთვის, იმიტომ რომ ლიზას არ ძინავს. ძილბურანშია. ფართხალებს იძინებს, აი ესეც იმაშია რა, ღრმათ არ ძინავს. ასე რომ ხან უნდა დავარწიო, ხან უნდა დავალაგო, მაგრამ განახებთ before-ს და after-ს, დაღების before-ს და after-ს განახებთ. ეგ მარტივი იქნება, გენაცვლელი. ხო და ახლა ლილეს before-ი გადავიღოთ, კოშმარი. კოშმარი. დავწყოთ. ეს კალიასკა უნდა დაბრუნდეს უკან, სადაც საიდანაც მოვიტანებ და მაგიტო დროებით აქდევს. დანარჩენი ესე გამოიყურება. და აი ეს ხალიჩა თუ რაც არის რა, საწყობი მალე ავიღებ ამას და სხვანაირს ვიყიდე, იმიტომ რომ ყველა გავლა-გამოვლაზე იშლება და ძალიან არაკომფორტულია რა. ასე რომ ეს დროებით არის აქ. რამე ასეც ვიყიდი, ოღონდ რომელიც ხალიჩაა რა. პირდაპირ მუშაობთ ხალიჩაა და არა ესეთი ასაწყობი ფაზლივით, იმიტომ რომ არაკომფორტულია ძალიან ზეც სიარული. ის სათამაშოებიც მაგიტო არ დავალაგე, იმიტომ რომ ეს უნდა ავიღო და მაინც აიყრება ისა, დანარჩენი ესე გამოიყურება. ახლა შემდეგს რამდენადაც მოვასწრებ.
შემდეგი იქნება სამზარეულო. ესე, აქ ახალი ჭურჭელი გავრიცხელად იყო გასარიცხე და შრება. ესე, შეძლებს დაგვარად აქ ტორსასრუტის სიტენება ელემენტი. ეს. შემდეგი არის ეს. ნაწილი სახლის. ესეც ესე. ამასაც წავკარეთ და მოკარეთ ხელი. შემდეგი ადგილი არის აი ეს. ყველაზე რთული. შედარებით მივარ. ვიფიქრე რომ აჯებსადაც დავადგავს თქო სანამ ძინავს თქო ანუ გუშინდელი ბადრიჯანი და ის ბადრიჯანი ბრინჯი და ვარკალი არის ცოტა და მაგრამ აჯებსან და საჭმელი უნდა გავაკეთო უეჭველი მაგრამ ახლა არა ახლა უკვე მალე გაიღვიძებს და ჯობია ეს ბოლო 10-15 წუთი დავისვენო რომ ლიზასთვისაც მქონდეს ენერგია და დღეს აუცილებლად დავადგავთ აჯაბსანდალს. ან შემდეგ ძილზე თუ დაიძინა კარგად, ან საღამოს სოსო რომ მოვა, სანამ დავიძინებთ, კი გამზადდება, იმიტომ რომ მოდის 10-ისკენ, სადღაც 11-ისკენ და პირველისკენ ვიძინებთ ხოლმე, იმიტომ რომ ლიზა მაგ დროს იძინებს და 2 საათი არ უნდა აჯაბსანდალს, ასე რომ ან საღამოს გავაკეთებ, ან დღე თუ მომცა საშუალება. ეხლა დავისვენებ ცოტას. ესე გამოიყურება, ბოსტნეული დავჭერი ყველაფერი აჯაბსანდალისთვის და ეხლა დავამატებ თომატს. ლიზას არ ძინავს. უბრალოდ ოთახში წევს ფხიზლად მუცელზე. ეხლა ამას რო დავადგავ, განახებთ. თუ მანამდე ჩუბად იქნება. განახებთ, მიხარია რომ საჭმელი მოასწარე, ეხლა უკვე ამას აღარაფერი აღარ უნდა მოიხარშება და თავისთვის იხარშოს. ჩემი ყურადღება დიდად აღარ სჭირდება, რაც თავარი იყო, ის უკვე გავაკეთე. არც არავინ მოვალდებულებს რომ საჭმელი გავაკეთო, რა თქმა უნდა, მაგრამ კერძი აუცილებელია, მით უმეტეს როცა ვაუშვია სახლში. ყველაფერი არის ხახვი, სტაფილო, ბულგარული, კარტოფილი, ბადრიჯანი, ნიორი, ჩერი, პომიდორი, ცოტა და ტომატი, უღონ პასტა ტომატი არა, საწებელი. მე მიყვარს აჯაბსანდალი, რომელიც ჩანგრით იჭმევა. სოსოს უყვარს აჯაბსანდალი წვნიანი, ხო? ასე რომ ყოველთვის ვაკეთებ შედარებით წვნიანს. პრიორიტეტი სოსოა, ხო, მიხუთალბოდ. და აი ესე. და ვიყავოთ და თავისთვის იხარშოს. მიხარია რომ ლიზამ სიმართლე გითხრათ არ დაიძინა. თავისთვის არის წყნარად, იმიტომ მიხარია რომ ბარემ გაჭმევ ხა ჭამის დრო აქვს, მაგრამ მანამდე შეგაჭყიტებთ როგორ წევს. მომეხმარა, დედიკოს დაეხმარა, რომ ჭკვიანად მოიქცა სანამ საჭმელს დავადგავდი. ეხლა ლიზად შეჭამთ, ნახო მოიცამელი საათია. 5:30-ია. ესე გამოიყურება ჩვენი ხელოვნური. აი ამით ამას მიირთმევს 40% მორ. 777 გრამია. და ტარგეტში ღირს 51 მე მგონი, $51 და CVS-ში და Walgreens-ში ვინც აქ ახართ მათ გეუბნებით 60. წარმოიდგინეთ რამხელა განსხვავება. ასე რომ ტარგეტში ვყიდულობთ. დაფინანსებას რაც შეეხება, კვების დაფინანსებაზე 11 რაღა იყო.
ხო გითხარით, მე მგონი 1 ოქტომბერს მაქვს ისა გასაუბრება და ვნახოთ როგორ გავივლით გასაუბრებას. და იმედია მოგცემენ. ესე იგი 7 ბანკიდან იწყებაო, მე მგონი თავიდან როგორც მითხრა იმ გოგომ ინსტაგრამზე მყავს ჩემი გამომწერი და აქ ცხოვრობს ისიც და სასარგებლო ინფორმაციებს მიზიარებს ხოლმე. გამოცდილება ჩემზე ადრე მიიღო მან. ხო და 7 ბანკით იწყებაო თუ 6 ბანკით და 10 ბანკაზე ადისო რა. ხო და რომც არ ეყოს ხო სად ეხლა მთელი თვისას რო შენ ყიდულობ და სად შედარებით ნაკლებს ხო ასე რომ მაინც დიდი შეღავათი იქნება ხა 7ჯერ 50 ხო $350 ხო არის 10 ბანკა კიდე $500 და ეხა ხო გამოდის დაზუგვა ასე რომ მაინც კი არ დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვის თავარია გასაუბრება გავიაროთ და მიიღოს დაფინანსება და ყველას გირჩევთ რომ აი ესეთი ლამაზი ვარცხნილობა გაიკეთოთ ხოლმე. ამას მე ვიკეთებ, გასწავლეთ რამე არის. მომწერეთ ინსტაგრამზე როგორ იკეთებენ აი ესეთ ვარცხნილობას. ლინკი დაბლა არის აღწერაში. არა პრობლემა არ დაგზარდე, გასწავლეთ. პრობლემა არ გამოვუშვათ ჰაერი, უშტები, ამას ლილეზე არ ვაკეთებდი. იმდენი სასარგებლო რამეს ვაკეთებ ლიზაზე. რასაც ლილეზე არ ვაკეთებდი, კი არა, არ ვიცოდი. თერმოსი მაგალითად არ მქონია ლილეზე. ადუღებული წყლით ვაკეთებდი საჭმელს და მე დასვასო და ცივ კრანის წყალზე, ონკანის წყალზე ვაციებდი. წარმოგიდგენიათ რამდენი დრო იკარგებოდა ამაში? და ამას განაი მაშინ ვაკეთებდი, თუ აი 9 საათი ადრე ჭამომდე, სანამ ჭამომდე. არა, აი რომ მოშივდებოდა. მაშინ ვაკეთე ეს ბავშვი ხეოდა შუაზე, სანამ ეს ადუღებული საჭმელი გაცივდებოდა. აი იცი აი ძალიან რთულად გავზარდეთ ზუსტადაც მაგიტომაც რომ ანუ რაც შეიძლება და უფრო იოლად გავიკეთებინა. ეხლა თერმოსი მაქვს ისე ტემპერატურაზეა წყალი შეგინთ რომ როგორიც პირდაპირ შეუძლია რომ ბავშვმა ჭამოს. კიდე რას ვითვალისწინებ. ყველა წამოტირებაზე ხელში არ ამყავს, სანამ არ ჩაბჟირდება და არ გალურჯდება ხელში არ ამყავს. კიდე რას ვაკეთებ სასარგებლოს, ვაბანავებ რუტინულად, ყოველ საღამოს ვცდილობ ერთ და იგივე დროს, თქვენ არ გეგონოთ რომ ბავშვი ამას ვერ ხვდება და ვაჩვევ რეჟიმს, რომ იაზრებს უკვე რომ აი ეს და იგივეა და ამას რო გაიზრდება მე კიდე უფრო გაანალიზებს რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ვცდილობ რომ ძილისპირული რუტინა იყოს ყოველ საღამოს ერთი და იგივე ნაირი. და ხოთაშორის ამართლებს, დავიწყეთ გაზების წამლის მიღება. შეიძლება მოხვედი. გაზების წამლის მიღება დავიწყეთ, ჩვენ შემთხვევაში ვაძლევ ძილის წინ და დილით, მეც არ ვაძლევ, იმიტომ რომ საჭიროება არ არის, თორე რომ იყოს შემიძლია რომ მივცე. ვინც აქ ახათ არის ეს არის, ეს გამინიშნა. პედიატრმა და ერთ-ერთი პირველიაო ეს და მართლა რომ მაქვს თქვენი გამოკითხვაში ყველა პირველი ეს არის დასახელებული გაზების წამლა. ხო და მოკლედ რა მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ლიზა რა განსხვავება ლიზას და ლილეს შორის ამას აქვს ერთისთვის ასაკის როცა იყვნენ, ხო? ლილე იღვიძებდა და რო ეღვიძა ზოგადად რო არ ეძინა, სუტიროდა. ანუ ხელში აიყვანდი და აწვენდი, აჭმევდი, მშრობა არ ქონდა, სუტიროდა. ლიზა არ ეძინებს, მაგრამ არ ტირის, გესმით? ანუ ღამე რო იღვიძებს, ხო და შუალედი აქვს დაძინებით, გაღვიძებიდან დაძინებამდე ძალიან დიდი, ხანდახან 2 საათი, 3 საათი. რო იღვიძებს სიტყვაზე ღამის 2 საათზე, აღარ იძინებს დილის 5-მდე, ხო ხვდებით? მაგრამ არ ტირის, გესმით? ანუ ლილე არ იყო ესე შუალედებში სანამ დაიძინებდა, პირს არ აჩერებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ხრივ ლიზა უფრო მარტივია, ხო? მე ესე მგონია, რომ არ ტირის და პანიკაში არ ვარდება და იმედი მაქვს, რომ ესე გაგრძელდება შვილო. თუ ეხლა შენ ამ ვიდეოს უყურებ. ხო და აი ეს განსხვავებები ბევრია რა, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ძილი არც ერთს არ უყვარდა. საბოლოო ჯამში ესეთი ძილი არც ამას უყვარს, არც იმას უყვარდა. ლილემ ასე თუ ისე ძილი დაიწყო 3-4 თვის ასაკში, ასე თუ ისე ძილი. და ლიზა სიზავს გაგაგებინებთ. ხა ვაჭმევ ჩემ გოგოს. ხო, 3 წუთი. 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 3 წუთ
ხლა არის უკვე ლიზას ბანაობის დრო. მირაოდი. უნდა ვიბანაოთ, წყალს ვუსებ და დაძინები ჯერ არ დაიძინებს ეს პირველ საათამდე. ჯერ 10 არ არის. მაგრამ 10-ისკენ უკვე ვაბანავებ ხოლმე ყოველ დღე და ეს რახან არის რეჟიმი და იყოს რეჟიმი. ხოდი? გუ უბრალოდ უკვე დაიძინა. ხვალ სკოლა აქვს და დავიძინებ. ლა ლითი ხარ უკმაყოფილო. კმაყოფილი ის როდის არის? ახალი ნაჭამი როა მაქსიმუმ 15-20 წუთი კმაყოფილია, ხმას არ იღებს. მერე იწყება. გესმით? მის დღემში უკმაყოფილია. ბრა! დავიცვათ ჩვენი უფლებები. ხმა მაღლა დედა, შენი უფლებები დაიცავი. კიდე, კი. ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა და თქვენ ჯერათ. ვენი ქოჩორი გამოიყურება. ასე, აქ ცოტათ მე ვიქცვივა. რაღაც ადგილებში მელოტდებით, მაგრამ ახალი ამოვა. ხოდი? ეს სიტყვაშენ. მალე გიგინასი ვიგლავთ. მალთალი აქ მელოტები ვართ, მაგრამ ალა უშოშ. თმას გაზრდის პერსპექტივა აქვს. ხოდი? სახლის არეულობა it's okay. It's okay. გახსოვთ დღეს დავალაგეთ ჩვენი სახლი თქვენ გახსოვთ? მე მახსოვს. მე მასოსო დაალაგებს ყველაფერს, ყოველთვის ვალაგებს ამ ბანას მე რო ვაბანავებ ხოლმე. და აი ესე ლილე მაგ კლოზეტის კარები ჩამოაგდო დღეს და სოსო გააკეთებს ხორაგლაკ, ლილეს იქცინავს. ესე ხალისოთ. ბედნიერები ვართ ყველაფერი მაგრად არის. ჩვენ თავზით არ დაგვავიწყდეს, გელა ქვია ეს. თავისთვის ყნარად შვიდა ცხოვრობს, როცა უნდა იძინებს. აჭმევენ, ასმევენ, აგის პანჯბობის სახლი აქვს წყალში და ასე შემდეგ. ეს ფული აქ რა არის, იცით? ეს არის ლილეს ყულაბა, რომელიც დღეს გადმოიღო რომ დაეთვალა და მთელი $25 მოაგროვა ლილემ. ლილემ თქვი თუ ლიზა ვთქვი? მე მგონი მაპატიეს დახრილი. ხო, აქ გვაქვს ისეთი ლილეს კუთხე, ლილეს კუთხე რა, ანუ აქ ხატები ალაკია და ქვემოთ ესე სურათები. ეს ყველა სურათი ბაღში გააკეთეს და რო დაამთავრა ბაღი გამოატანეს. ეში. ესეთია დედის რეალობა, რომელიც ცხოვრობს მარტო ფაქტიურად. ღამე ვიღაც კაცი მოდის ხოლმე და ისწვება ჩვენთან, თორე იმას ძინავს რა ღამეს ათევს აქ. თორე ისე მარტო ვცხოვრობ, ორ შვილთან ერთად, მარტო ხელა დედა ვარ და ესეთი რეალობა არის, როცა ზრდი მარტო შვილებს. ერთი სული მაქვს, ეს ცოტა წამოვზარდო, რომ ეგრევე მესამე გავაჩინო. დღეებს ვითვლი. მე ლიზას ყველა ვიდეო მაქვს, რა თქმა უნდა, შენახული. ლიზას სახე როგორც ისეთი არ ჩანს ვლოგებში ჯერჯერობით და არც გამოჩნდება ჯერჯერობით, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიდეოებს ვინახავ, სადაც სახე უჩანს დაბადების დღიდან, 14 აგვისტოდან. და როცა ლიზას სახე გამოჩნდება, მან ჩაგისვავთ პირველი დღიდან მოყოლებულ ვიდეოებს, როგორ გამოიყურებოდა სულ თავიდან. რაც შეეხება გამოჩენას ლიზას, ალბათ ფიქრობ, რომ ცოტა ხანში რა, რამოდენიმე ვლოგის მერე ვიძახი სულ. ხო, ცოტა ხანში. არ ვფიქრობ, ხა ძალიან გავწელა, მაგრამ ჯერ არ ვარ მზად, აი რავი, რატომღაც განაკაის მეტი რა დაიწერება, მე ესე მგონია. განა იმიტომ რომ ვიღაცა რაღაცა უბრალოდ რაღაცნაირად არ ვარ რა მზად, რომ
ბავშვი სახე გამოჩნდეს, არცად არ ჩანს, არც ინსტაგრამზე, არც ფეისბუქზე. არც აქ, არცად არ გამომიჩენია, მარტო ახლობლებმა იციან, ძალიან ახლობლებმა და სახესაც თქვენთანაც მალე გაგაცნობთ, ესე ვთქვათ. ვეცდები ყველანაირად, როგორც კი ამისთვის მზად ვიქნები, აუცილებლად გაიცნობთ, მაგრამ ის ვიდეოებიც იქნება, როგორ გამოიყურებოდა სულ თავიდან, როცა დაიბადა. აბსოლუტურად ყველა ვიდეოს ჩაგისვავთ იმ ვლოგში.